მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ჩემი დებიუტია ინტერვიურის როლში და ორმაგაცა სიხარულოა, რომ ჩემი პირველი სტუმარი, ჩემს პირველ პოდკასტში ბრძანდება ბატონი სოსო მანჯავიძე, ბევრისთვის აღდგენა არ საჭიროებს, მაგრამ მე მაინც ვიტყვი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, ანალიტიკოსი და კიდევ ერთხელ ბატონ სოსო მოგესალმებით და დიდ მადლობას მოგახსენებთ, რომ მე სტუმრეთ. Am საპასუხისგებო პერიოდში ამერიკაში განვითარებული მოვლენების მიხედვით. პირველი რაც მინდოდა მეკითხა, ცოტა რომ გადავახვიოთ ისტორიულ ჭრიში მოვლენები, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია და გადამულია ერთი მეორეზე. მაინტერესებს იმ 12 დღიანი ომის პერიოდში რუსეთის პოზიცია. ყველას ჰქონდა მოლოდინი, ბუნებრივია მეც მათ შორის, რომ ესე თამამად, ესე თავხედურად ვერ დაესწრებოდა ისრაელი ირანს. და მით უმეტეს მე რაც ამერიკელებმა გააკეთეს. მე პირადად ჩემს წარმოდგენაში ესე მქონდა წარმოსახვაში, რომ გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთს და ირანის სახელმწიფოს სტრატეგიული ურთიერთობის კავშირი გაფორმებული, თუ არასწორად ვამბობ, ჩამისწორეთ და მეგონა რომ რაღაცა პოზიციას გაუმაგრებდა სულ ცოტა საჰაერო დაცვის სისტემებში, თუ დაუშვათ პირდაპირ კონფლიქტში არ ჩაერთვებოდა. და კონტექსტში ეს ხომ არ იყო გამოწვეული ირანის ეს დამოკიდებულება გამომდინარე იქიდან, რომ სირიაში დაფიქსირებული რუსეთის პოზიციისა გამომდინარე იქიდან კიდევ სხვა გამომერებ, რომ თავის ბაზებში ჩაიკეტნენ და მერე მოვლენებს ფაქტობრივად აკვირდებოდნენ. ნუ თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ქრისტიანები და ალავიტების გარკვეული ნაწილი შეიფარეს და მაგით მოსახლეობას დაეხმარნენ. რა იყო ეს რუსი პოლიტიკური ისტაბლიშმენტი აბრალებს ირანელებს, რომ ირანმა არ მოითხოვა და ნუ ირანელების პოზიცია ესე იყო, რომ რუსები თავად არ დაეხმარნენ. თქვენ რა აზრის ხართ და რომ მოგვახსენოთ თქვენი აზრი ამ ყველაფერთან დაკავშირებით? პირველ რიგში მე მოგესალმებით და მივესალმები ამერიკაში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს დიდი სიყვარულით, სულებს წარმატებებს. ეხლა პირველ რიგში მინდა ვთქვა შემდეგი, რომ პოლიტიკა ზოგადად არ არის შავ-თეთრ ფერებში არასდროს არ მიმდინარეობს. ესე იგი, იქ არის უამრავი, ასე ვთქვათ, პალიტრას უამრავი ფერი აქვს იქ, რა. იგი მით უმეტეს ისეთ რთულ სიტუაციაში და ისეთ დიდ სახელმწიფოებს, როცა ეხება საქმე, რომელთაც აქვთ მრავალი ტიპის გამოწვევები, ხომ, ასე ვთქვათ, რაც არ ჩანს ხშირად. და ერთია საჯაროდ გამოთქმული და უშუალოდ მოსაზრებები და მეორე არის ის რეალობები, რომელიც დაუშვათ პირველი დონის ინფორმაციის მატარებლებს შეეჯახება ხოლმე. ხო? აქედან გამომდინარე, ხშირად ხდება ისე, რომ ადამიანებს აქვს ერთი მოლოდინი, ერთი წარმოდგენა და სრულიად განსხვავებული რეალობა დგება ამათ და დაპირებები ერთია და დაუშვათ რეალური სიტუაცია მეორე, რასაც აგერ ნათლად ხედავთ, მაგალითად ტრამპის შემთხვევაში აგერ ეპშტეინის ცნობილი. ხო, გასაოცარი кейსია, ნუ მაგას ამოხსნა არა აქვს, მეგონი რაციონალურ. ნუ არა მარტო ეს ხო. კიდევ უამრავი სხვა რამ და კიდევ ბევრიც ელოდება ბევრ ადამიანს. სურპრიზები. არაფერს აღარ ვამბობ 24 საათში შეშერებული უკრაინის ომზე და მე 50 დღიან გადავადებებზე ხომ. ახლა რაც შეეხება ირანს და ირანის და რუსეთის საკითხს. რუსეთი თვითონ ძალიან რთულ, მოდი ასე ვთქვათ, დაფარულ პოლიტიკას აწარმოებს გლობალურ ებრაელობას. ებრაელობის იმ ნაწილთან, მოდი ასე ვთქვათ, რომელიც ცნობილია ჩვენთვის, აი მაგალითად იგივე სიონისტების სახელით, ხომ დაუშვათ. ეთნიზაცია თვითონ იმ პოლიტიკური პროცესების, რომელიც მიმდინარეობს, დაუშვათ და რასაც უწოდებენ საერთოდ ყველაფერს უაბრალებენ, ნუ ებრაელები არიან ყველაფერს დამნაშავეები, ნუ ეს რა თქმა უნდა გულუბრყვილო მოსაზრება გლობალურ ებრაელობაში და ასე სულ ურთიერთსაწინააღმდეგო დაპირისპირებული მიმდინარეობები და შეიძლება მათ შორის წინააღმდეგობები გაიწვევს ხოლმე უფრო გლობალურ პროცესებს. მაგის ნათელი პირველი ვარ, რაც ნიუ-იორკში ხდება, აქ სამი მიმართულება ებრაელობის და სამივე ერთმანეთთან დაპირისპირებულია. ეს რა ჩანს? ისე რა ჩანს?
ახლა აქედან გამომდინარე ეს პირველი პუნქტი ეს ფაქტობრივად უკრაინასთან მიმართებაშიც ძალიან ნათლად ჩანს უკრაინის კონფლიქტთან მიმართებაში ანეკდოტით გადის უკრაინაში სად არის ყველაზე უსაფრთხო ადგილიო უკრაინაში და სინაგოგაში ისინი თავისიანად წორესწრიან ხო დასავლური ლატესე არ არის, მაგრამ გარკვეული კუთხით ასახავს რეალობას. გარკვეული კუთხით. ახლა იგივე სიტუაციებით, მაგალითად, ეს შერჩევითი დაბომბვები უკრაინაში, ხშირ შემთხვევაში იყო განპირობებული იმ მოდი ასე ვთქვათ, პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენების გათვალისწინებით, რაც დაუშვათ ამ ძალას ორივე ქვეყანაში აქვს. შესაბამისად, ახლა ირანთან მიმართებაში და ირანის ამ კეისთან დაკავშირებით რუსეთის ესეთი ორჭოფული პოზიცია აქედანაც იხსნება ამ სიტუაციას. მეორე, ჩვენ და ვითვალისწინებდეთ იმას, რომ და რუსეთში რა თქმა უნდა იქ სხვადასხვა ესე ვთქვათ ისინი კოშკებია, ხო? რომლებიც ერთმანეთთან არც თუ ისე თკბილად არიან და მუდმივად ეს რო გამოდის საუბრები პუტინის ხელისუფლების წინააღმდეგ მოსავლების შეთქმულებების შესახებ და მისი ხელისუფლების ჩამოცილების შესახებ ერთის მხრიდან დაუშვათ ეს და პროდასავლური და მეორე მხრიდან ტურბო ნაციონალისტური ძალების მიერ ამასაც საფუძველი აქვს ფოტოშოპის. ეს არ არის მხოლოდ დაუშვათ კრემლიდან მომავალი დეзинფორმაციული ნაკადები. თუმცა ესეც არის. ახლა შესაბამისად ჩვენ ერთი რამეც უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსეთი რომ თუნდოდეს, რომ ქონოდა სურვილი ჩარეულიყო ამ ომში პირდაპირ სამხედრო კუთხით, ხო? პირდაპირ აი დაუშვათ რასაც ითხოვდნენ ზოგიერთები, რომ აი მოდით ახლა პირდაპირ დავატყათ დაუშვათ ისრაელს. ხო? ესეთი ხმებიც ისმოდა წარმოიდგინეთ. ან დაუშვათ გადავსხათ ეს ან პირდაპირ დავახმაროთ დივიზიონები ჩვენივე საერთაშორისო დივიზიონები და ასე შემდეგ და ამგვარად. ცხადია ეს რეალისტური იყო ერთი ამ შიდა პოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით და ისრაელის ლობის არსებობის გათვალისწინებით გავიხსენოთ ბენეტის ისტორია რომელსაც გარანტიები მისცა ზელენსკის პუტინთან მოლაპარაკების შემდეგ. ეს მაყურებელს შევახსენოთ, რომ პრემიერ-მინისტრი გახლავთ იყო უпростоრეთ ბიბიმდე, ნეთანიაჰუმდე. თვითონ ძალოვანი შემადგენელი ხარ, რუსეთი არის, რა თქმა უნდა, ძალიან ძლავრი სამხედრო სახელმწიფო, მაგრამ მას აქვს უზარმაზარი საფრთხეები მთელი მისი საზღვრის პერიმეტრზე და უკრაინაში სერიოზულ წინააღმდეგობას აწყდება, ხო? წინააღმდეგობას აწყდება კი არა, რომ არ მომხდარიყო დაუშვათ ძალიან ექსტრაორდინარული ღონისძიებების მიღება. რუსეთი მართლა სამხედრო კატასტროფის წინაშე დადგა, მისი ლეგენდარული კორუფციული სახელმწიფო მანქანის და კიდე კომპრადორული, ესე ვთქვათ, სახელმწიფო აპარატის არსებობის გამო მოგეხსენებათ რა სიტუაცია იყო იქ და რა ფიასკო განიცადა ომის დასაწყისში, ხო? განსაკუთრებით ფინანსურ მხარეში აქვს სერიოზულად კომპრადორული დამოკიდებულება, როგორც ცენტრობანკი, ასევე ეკონომიკის მინისტრი. იქ ახლა ის ქალბატონ ნაბიულინას და იქ კიდე როგორც ფინანსთა მინისტრი სილვანოვი და ნაბიულინა. ნაბიულინას შესახებ, ესე იგი ისმის რუსულ მედია საშუალებებში ხრჭენა იქ-ბილთა და ცემა ზეგი ქულსაზე და ჯირისა. ხო და ესე იგი და ვერაფერ გაიგეს რატო არიან ისინი იქ. გემდე. ხო, ახლა ეს საკითხები რომ დაუშვათ რუსეთი უფრო აქტიურად ჩაერეოდა, ამავე დროს რომ არ ჩაერია და ვერ ჩაერია, ხო? თუმცა უნდა ისიც ითქვას, რომ არის ინფორმაციები, რომ ის აქტიურად მონაწილეობდა რუსეთი აი იმ ღრიჭოს ამოსავსებად, რაც შეექმნა ირანს ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით. ანუ უმნიშვნელოვანესი სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით.
ეს ყველაზე ძვირფასი რამ არის ფოთაშორის იმ სიტუაციაში რომელშიც იყო იმიტომ პოზიცია რა იყო ახლა გეგმა რა იყო რომ დაეღრუებინათ ირანი შიგნით მისი იქაც მოგეხსენებათ როგორ არის და საერთოდ იქაც ბნელი მოცული როგორ დაიღუპენ იქის ხალხი და ხო არ იყო ეს პირიქითა ოპერაცია კონტროპერაცია და false flag operation ესენი ხო არ იყო და ესეც იყო ნამდვილად და სწორედ ეს ინფორმაციულმა უზრუნველყოფამ ძალიან დიდი როლი ითამაშა გამოდის ასეთი ხმების იმაში რომ ირანმა მოახერხა იმ გეგმის ჩაშლა რომელსაც ითვალისწინებდა ეს ბლიცკრიგი ანუ რა იყო გეგმა იყო რომ დაებრუნებინათ რეჟიმი და შიდა ძალებით მოერწინათ გადატრიალება და უკვე თავისივე სიმძიმით ეს რეჟიმი დაცემულიყო მის მიმართ განწყობილი უარყოფითად განწყობილი ხალხის მასების პროტესტის ფონზე აი ეს იყო გეგმა და ეს გეგმა არ გამოვიდა ცხადია და ამის მერე გაისმა მთელი რიგი პრეტენზიებისა რომ აი უფრო მეტ ელოდნენ რუსებისგან დახმარებას თუმცა მინდა ვთქვა რომ ეს ოფიციალურ დონეზეა აქედან გამომდინარე სიტუაცია დარჩა კვლავ იგივე მდგომარეობაში ირანს და რუსეთს არ მოუხდენიათ ესე ვთქვათ რაღაც ხმამაღალი განცხადებები ოფიციალურ დონეზე ერთმანეთის საწინააღმდეგო ახლა რუსების ასე ვთქვათ ქვედა არაპოლიტიკურ დონეზეც გაისმა ის რომ პეზეშკიანი საერთოდ ლიბერალია და მან დაბლოკა ესე ვთქვათ ის საწინააღმდეგო სისტემების შესყიდვა ირანისგან ეს რუსული ეს 400-ზეა საუბარი. ეხლა პუტინმაც ფოთაშორის მიანიშნა ამაზე შესაბამისად ესე იგი ეს მდგომარეობა მოდით ასე ვთქვათ არ შესულა ღრმა ასეთი განხეთქილების ფაზაში. გაისმა ესეთი უკმაყოფილებები. ხო, ეს რაც შეეხება მაგ გაუგებრობას რუსეთსა და ირანს შორის მინდა ვთქვა რომ ამ სახელმწიფოებს ირანი, ჩინეთი, რუსეთი ერთმანეთი ახლა როცა ლაპარაკობთ ჩვენ მოკავშირეები, ესენი არ არიან მოკავშირეები. ზოგადად აი ეს მოკავშირეობის საკითხი სახელმწიფოებს შორის, ძალიან გავს კაცებელი მძუძუმწოვარად ცხოველებს შორის მოკავშირეობას. გარკვეულ სტადიამდეა ეს, თორემ მე მოგეხსენებათ ყველას ერთმანეთთან თავისუფლება სიცხეში ყველა მიდის და წყალს სვავს და მე ისევ იყოფიან. კი ბატონო, ან დაუშვათ აი სოფელში დაუშვათ ძაღლები ერთმანეთს აი ღობეებს გლეჯენ ერთმანეთს ისე უყებენ, მაგრამ გელი რო გამოჩნდება, მე ყველა მგელზე მიდის. მე ყველა. აი ეს სიტუაცია ახლა ჩინეთს რა თქმა უნდა აცილებით ისეთი პოზიცია ეკავა აბალანსებული, თუმცა ჩინური თვითმფრინავები განუწყვეტლივ ეშვებოდნენ ესე იგი ირანის აეროდრომებში და გაურკვეველი რაოდენობისა და ნომენკლატურის ტვირთებს დაწვდნენ ირანს. ხო, იმედია წყალი არ ჩაქონდათ. 2008 წლის ანალოგია რო არ არა, რა თქმა უნდა, არ ჩაქონდა წყალი და მეცაც გეტყვით ჩინეთი უკვე თითქმის მოილაპარაკეს, ჩინეთი მგონი უკვე მოილაპარაკეს ჩინური გამანადგურებლების 40 ჩინური გამანადგურებლის მეხუთე თაობის გამანადგურების მიწოდებას. გვაქვს მე-584 პლუსი. ძალიან სერიოზული იარაღია ეს, რომელიც პაკისტანმა წარმატებით გამოიყენა ინდოეთის წინააღმდეგ. იქ ლაპარაკია რუსული სუები იყიდონ ირანელებმა თუ დაუშვათ ეს ჩინური თუ ორივე ერთად ინტეგრირებულად. ანუ რუსეთი არ დაუშვებს, ვერ შეეცდება არ დაუშვას, უბრალოდ არ უნდა დაუშვას თავისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ირანის დეზინტეგრაცია, რისკენაც რაც არის მიზანი. ჩინეთიც იგივე შეეცდება. იმიტომ რომ ირანი ცენტრალური სახელმწიფო არის მთელი ევრაზიის. ანუ რო ავიღოთ ჩინური ერთი სარტყელი, ერთი გზის პროექტი, ყველაფერი გადის ირანს. ირანის დეზინტეგრაცია ნიშნავს მთელი დიდი ახლო აღმოსავლეთის გადაფორმატირებას.
და ეს დომინოს პრინციპი ხსენებათ ეს არის 12 მილიონიანი სახელმწიფო ეს სახელმწიფო ცივილიზაცია ეს არის არსეთი ერთ-ერთი დედამიწაზე ერთ-ერთი უძველესი იმპერიული ტრადიციის მქონე ქვეყანა მოდი ასე ვთქვათ კულტურის ზარმაზარი კულტურის რომელიც კოლოსალურ გავლენას ახდენს გარშემო ყველა ქვეყანაზე მათ აქვს ესე თავისი ცივილიზაციური კოდი და თავისი მისიის ძაფრი შეგრძნება და განსხვავებული არიან დანარჩენი ისლამური სამყაროსგან ისინი შიიზმის ცენტრია ხომ ირანი და კიდე დაახლოებით 140 მილიონი შიიტი ასევე თავის ესე ვთქვათ ცენტრად მიიჩნევს სწორედ ირანს ხო ირანს ცივილიზაციურ ცენტრად ხო მართალია ირანმა განიცადა აი ახლა თოდივარი სირიის საკითხზე განიცადა კრახი სირიაში პირველ-პირველში ირანის დამარცხება ზოგადად ასადის რეჟიმის ესე ვთქვათ მხარდაჭერა რომელსაც აწარმოებდნენ ირანული ცირი ირანული რევოლუციის გუშაგები რუსული ესე ვთქვათ ბაზები ხმეიმიმში და ნუ ლატაკიაში არაეფექტური გამოდგა იმის გამო დიდწილად რომ ასადის რეჟიმმა ვერ მოახერხა ტრანსფორმაცია და ის სანქციები ფაქტობრივად ვეღარ არჩინეს იმ სანქციების პირობებში სირია და იმ კორუფციის პირობებში ვეღარ არჩინეს რუსეთმა და ირანმა. მოდი პირდაპირ ესე ვთქვათ. ისული გახდათ დაეთმოთ. ახლა ისიც ვთქვათ რომ ვერ მოხერხდა და ამას საყვედურობდნენ სწორედ ასაც, ვერ მოახერხეს არმიის რეფორმირება. იმ გამარჯვების შემდეგ რაც მოიპოვეს, ფაქტიურად სირია ჩაეფლო იმ კორუფციის საშინელ ჭაობში და შესაბამის შედეგით დადგა ესეთი კატასტროფული რომლის გაგრძელებასაც აგერ დღეს ხედავთ მოხსენებად რა ხდება დღეს დაბომბეს ილბატოლო დაბომბეს სირიის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი დაბომბა ისრაელმა იმის გამო რომ ალ-სუბეირაში შევიდნენ ჯოლანის ესე იგი მორჩილი ჯარები და იქ ნუ ახლა გასაგებია რომ რუსებმა დაადანაშაულეს ისინი გენოციდში და ქრისტიანებმაც მანამდე ლატაკიაში გენოციდში იქნენ დადანაშაულებული და ისრაელი სადაც ცხოვრობს რუსების დიდი საკმაოდ ისრაელის სახელმწიფოსადმი საკმაოდ ლოიალური თემი ისრაელი მიიჩნევს რომ ეს არის მისადმი მეგობრულად განწყობილი თემი და შესაბამისად გაფრთხილებული წყავდა ჯოლანი რომ ნებისმიერი ასეთი მოქმედება იქნებოდა პასუხგაცემული და ასეც მოხდა. ახლა აქ ჩვენ სამართლიანობაზე და იმაზე ცხადი არ ვლაპარაკობთ იქ სხვა მე ვხედავ ჩვენ ხომ ბიბლიური მასშტაბის ესე ვთქვათ წმენდებს მაგრამ გაზა სექტორში მაგრამ ნუ ამ შემთხვევაში ასე ხდება. და ეს გამწვავდება მინდა ვთქვა ისრაელი არ დაუშვებს სირიაში სტაბილური ესე ვთქვათ ხელისუფლების ჩამოყალიბება. იმიტომ ყოველთვის რჩება შიში რომ ისლამური სახელმწიფოს ესეთი რებრენდინგი და რეკავერინგი რაღაც მოხდეს. რა თქმა უნდა უბრალოდ ის მოხდა ვთქვათ. ასე ვთქვათ ისრაელი აქედან გამომდინარე თვითონ ალ-ჯოლანის პიროვნების მოსვლით ხელისუფლებაში. კი ბატონო აუცილებლად ეს ასეა და ვისაც წარმოუდგენია რომ ახლა იქ დაუშვათ აი ეს პროცესები არ წავიდოდა ვისაც წარმოედგინა. ნუ უბრალოდ მე მაშინვე ურჩევდი მათ რომ რაღაც უფრო სხვა საქმით დაკავებულიყვნენ, იმიტომ რომ მეტის მეტად მიამიტური იყო ეს პროგნოზები. აზია საუბარ ჯერ არავინ არ იცის რა მოხდა ლატაკიაში. არავინ არ იცის რამდენი ესე იგი ადამიანია იქ დაღუპული და აკლები ყურადღება ექცეოდა ბუნებრივია მსოფლიო მედიის მიერ, მეინსტრიმული მედიის მიერ ამას. ისევე როგორც სხვათა შორის არ ექცევა სათანადო ყურადღება იმას, რაც ხდება ღაზაში. ღაზა ეხა მიტოვებულია, მივიწყებული.
მივიწყებულია ხო და საშინელება თავისთავად როცა აი აქტიურად დანაშაული ხდება დანაშაული როცა მას კამერას მიაშუქებ. გენოციდი ხდება გენოციდი როცა გენოციდი შუქდება. ის იყო საშინელი გენოციდი რუანდაში. უპარსოს იქ უპრეცედენტო მასშტაბით და ისრაფის გენოციდი მოხდა. ხო და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელს უკითხა ერთმა იმათ ჟურნალისტმა რა ხდება გენოციდი მიმდინარეობსო და იო არსებობსო გენოციდის დამადასტურებელიო ფაქტებიო. გენოციდის რამდენი ფაქტი ქმნის გენოციდს გენოციდად. მედიურად რუანდის პრობლემა რო გაშუქებულიყო ისე როგორც ღაზის სექტორი, ნუ ალბათ სოფლიო შეიცვლებოდა რა. თამამად შეიძლება ითქვას. ბატონო. აი ეს არა. ეხლა რო გადავიდეთ უკვე უშუალოდ ჩვენ სამეზობლოზე. ჩემთვის პირადად გაუგებარია ის მომენტი, როცა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი არისო დაწყებული, მე მგონი მესამე დღეს ალიევი ეახლა ვლადიმერ პუტინს და ფაქტობრივად ну ეს ერთგულების აქტი არისო, მაგრამ იყო რაღაცა პატივისცემის ნიშანი და ну ხარდაჭერის თუ არა, ყოველ შემთხვევაში მორალურად ესე გამოჩნდა, რომ იზიარებდა ან ამას დასაშვებად მიიჩნევდა. მე არ ვიცი ხა იქ იურიდიულად როგორ გაფორმდა ეს ყველაფერი. გავიდა გადის 3 წელი და ვიღებთ იმას, რასაც ბოლო ერთი კვირა მედიაში აშუქებენ. რა ფენომენთა გვაქვს შეხება რა რას ხედავთ? ეს მორიგი პოლიტიკური თამაშია თუ მართლა დაძაბულობა? არა, რა თქმა უნდა, არა ეს პოლიტიკური თამაში. ზოგადად მაგას არ პოლიტიკურ თამაშსა და რეალურ დაძაბულობას შორის განსხვავებების პოვნა ადვილშეძლებელია. მაგალითად, როდესაც ეს არის მასმედია. როდესაც მასმედია რომელიც მოგეხსენებათ ახლა დამოუკიდებელი და მით უმეტეს ახლა აზერბაიჯანში, ეს კონდა ზუსტად ინტერვიუ აზერბაიჯანის ტელევიზიასთან. ნუ როდესაც მიმდინარეობს ნუ როგორ თქვა ახლა პროპაგანდა მაგალითად ანტიპროპაგანდა რომელიმე სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული მიზანმიმართული ესე პროპაგანდა და ამას ეძლევა განგრძობითი და ესკალაციური ხასიათი ნუ გასაგებია რომ ეს აღარ არის უკვე ესე ვთქვათ პოლიტიკური თამაშები ვინაიდან როდესაც განწყობებს ქმნის საზოგადოებაში და ეს დიდი ინერციული სისტემებია ხო და უშუალოდ მრავალმილიონიანი ქვეყნები ახლა და იმის საზოგადოებრივი აზრი რო იქნება ძალიან რთულია მე ამ ინერციის შეჩერება ის მე თვითონ თავის თავზე მუშაობს და პოლიტიკურად ერთგვარად ძევლებად იყვანს იმ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ვინც ამის ინსპირაციას აკეთებს სხვათა შორის და შესაბამისად ახლა აზერბაიჯანულ მედიას ვინც ამიანებნებს თვალყურს არ არის მე მგონი ეს ძნელი რომელიმე ენაზე არის ინგლისურენოვანიც არის რუსულენოვანიც სხვა ენები თურქულენოვანიც არის და შეუძლიათ ნახონ იქ რა როგორი ტიპის ის მიმდინარეობს ასე ვთქვათ განწყობების შექმნა და ზოგადად სოციალურ ქსელებშიც შეგვიძლია ვნახოთ იგივე ხდება რუსეთშიც აი არის ბლოგოსფერო ნახონ და იქაური განწყობები ნათლად დასანახია. ეხლა რაზეა ახლა საუბარი საერთოდ? მოკლედ რომ მოვხაზოთ ესე ფართო დაღებავებით ასე. პალიტრას ფერწერულად. როდესაც პაშინიანი მოვიდა ხელისუფლებაში ეს ну машину და ჩემს მაგალითად გასაგები იყო და დავწერე რომ ეს იქნება რომ ყარაბაღი გადავა აზერბაიჯანის მმართველობაში ეს გადაწყვეტილია ახანის მოხდა რომ მოვიდა გასაგები გენეზისი ხო უნდა ისწავლა და ნახო ვინ დგას ამ რევოლუციის უკან ხო თუ ეს ძალადგას რა ინტერესია გახორციელებს ხო და სავსებით გასაგებია ამოცანა რა იყო? ამოცანა იყო სომხეთიდან, ამიერკავკასიიდან რუსეთის განდევნა. არის უბრალოდ ეს ამოცანა.
ეს ახლა ელემენტარული გეოპოლიტიკური ის არის კანონზომიერება კი არ არის უბრალოდ გეოპოლიტიკაა ეს და ეს ყველა გეოპოლიტიკის ყველა სახელმწიფოანელოში კი არა ყველა დიდ გეოპოლიტიკოს ეს უწერია ამოცანა არის ეს რომ რუსეთი მოწყვიტო თბილ წყლებს რიმლენზე მოიპო ისე რა ქვია ბატონობა რიმლენზე მოიპო ბატონობა შეკეტო რუსეთი ესე იგი კონტინენტურ სიღრმეებში და შემოარტყა მას ცეცხლოვანი რკალი რინგ რომ ხო და ახლა ანაკონდას მარკუჟის თანამედროვე ვარიაციები ქვია ეს ჩემს სტატიას ხო ეს ახლა მაგალითად იგივე კორპორაცია რენდის მაგალითად დავიკითხო 19 წლის კვლევა და ყველაფერი ეს წერია რასაც ვლაპარაკობ ეს ამერიკელი ყველი ხალხი არ მალავენ და ამოცანა რა არის რომ ისე დაასუსტო აპატეს ბატონსო რა უცნაურია რა 2-3 წლით ადრე აჟღერებენ და მაინც ყველაფერი ისე ხდება ანუ კონტრნაბიჯებს არავინ არ დგავს სოფლიოში ან ვერ დგავს მეორე ვარიანტია ვერ დგავს ზოგადად აი ამასაც თავის მიზეზები აქვს ფოთაშორის რატომ ხდება ეს რომ უშუალოდ აი საზღვაო ცივილიზაციის ქვეყნები სწორედ ჯობნიან როგორც კაცებლები ახლა ჯობნიან იმეც რა ქვია ძუძუმძორებს ჩლიკოსთან ძუძუმძორ ბატონო ახლა მიუხედავად იმისა რომ მასით და იმით ისინი უფრო დიდები არიან ასეთებია ხო ნუ ახლა რა თქმა უნდა ადამიანს ტრანსფორმაციის უნარი აქვს ჩლიკოსნებისგან განსხვავებით შეიძლება რაღაც ერთ სტადიაში განივითაროს დაუშვათ ისეთივე ორგანოები როგორც კაცებლებს აქვს არა აი მაგალითად იგივე ტოინბის ცნობილი ნაშრომი დასავლეთიდან მსოფლიო ნახოთ ნუ ის როგორ განიხილავს ტოინბი ეკამათენ ძალიან ამ ნაშრომზე ესტენდო ხო ის რა ქვია ის განიხილავს ბოლო 300 წლის ისტორიას 1952 წელს დაწერა ეს აუტოინდი ფოტოშოპი ძალიან საინტერესოა ურჩევ ჩვენს მსმენელს მოიწიო ნუ ის განიხილავს ბოლო 300 წლის ისტორიას კაცობრიობის როგორც დასავლეთის ასე ვთქვათ ექსპანსიას სამი მიმართულებით ხო და ასეც არის და ეს გრძელდება ალბათ დაუშვათ შეერთებული ეს ცუდია, კარგია ესა ჩვენ ობიექტურად მოწმობა ხო ჩვენ შეფასებას ვერ მივცემთ ახლა ეს ხო ახლა ეს დაუშვათ რაც ის ითიცარი ეს შეფარული და რომელი ჯობია და რა პასაკითხებია ხო ასაგებია რომ პირველი ნომერი ყოველთვის არის დასავლეთი იქ შიგნით კი ბრძოლებია ერთმანეთ ვინ იქნება ალფა მამრი ალფამ დედრი მაგრამ ნუ ყოველთვის ისინი არიან პირველი ნომრები რასაც ხედავთ ახლა ელემენტარულია ხო ახლა ავღანეთი ყوار ესაზღვრება შეერთებულსა და თურქეთს არა ხო რა თქმა უნდა არის საზღვრები სხვადასხვა არც ერაყი მეორისგან გასარკვევად ერაყით არ ესაზღვრება გონი ხო სასწაული ხო ის აუცილებლად და არ ესაზღვრება და კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალოთ ახლა ხო საქართველოზე რო აღარაფერი ვთქვა ხო ხო და ნატო კიდე მოგხსენებათ ახლა ფართოვდება და თან იძახის რომ აი მე მოგიტან შენ იმასთან შუბთან იარაღს მაგრამ იცი რა ჩემი თავისუფალი ნება და დემოკრატიის სახე ნუ ესეთი ვითარება იარაღი და კეთილდღეობა მოაქვს ორივე ერთად თავისუფლად კი ბატონო ხო და ჩვენ ახლა რადგან საუბრობდით რომ გასაგებია რომ ეს სომხეთის ეგრეთ წოდებული მისი რევოლუცია იყო ხავერდის რევოლუცია ვარ მაგასახელებს ვარ ფელიქს სოროსის იმაში ცენტრებში აი ეს ხავერდის რევოლუცია რომ ხავერდოვანი რევოლუცია რომ მოახდინა პაზიციურობ პაშინიანმა ზუბჩანთით ესე იგი რომ დადიოდა და სოროსის აი ყველა მეთოდოლოგია იყო გამოყენებული ნუ დასაგები იყო რა რისკენ მიდიოდა ეს ყველაფერი შეგახსენებთ რომ ერაყის მერე ამერიკის ყველაზე დიდი საელჩო სომხეთში მდებარეობს და ამასობაში ეს რუსები რომლებიც მიიჩნევენ რომ სამი პრიპავზუთ ასეთი მოისაა ხო
ხო, რა გვინდა ხა ჩვენ ესე იგი ტვინის განძრევა თვითონ ახლა სამდნა წავიდეს მართლა სომხეთი, ხო? აქეთ თურქეთი ყავს, ასე ფიქრობდნენ. ასე აქეთ თურქეთი ყავს, იქით აზერბაიჯანი ყავს, იმას რა ქვია, გიუმრიში ბაზა გვაქვს, ირანი ჩვენი მოკავშირეა და მთელი სავაჭრო ეკონომიკური ბრუნვა ჩვენზეა ორიენტირებული და მეტამურის და მაგალითად ელექტროსადგური ჩვენია, ყველაფერი ჩვენია, სამდნა წავიდეს. 80% სავაჭრო ეკონომიკური ბრუნვის ჩვენზეა. და ბიუჯეტს უსევდნენ, ვინც არის ის კიდე შევახსენოთ პერიოდულად. სომხები უამრავი სომეხი ცხოვრობს რუსეთში, სადაც მათ უჭირავთ ძალიან სერიოზული პოზიციები, ისევე როგორც აზერბაიჯანში. ძლავრი დიასპორა ყავთ კი რუსეთში. შესაბამისად, ესე იგი, ესეთი მიდგომა ჰქონდა. მერე რა მოხდა? მერე მოხდა ისე, რომ აზერბაიჯანი პოზიციონირებდა აღმოსავლური იმის, რა ქვია, დიპლომატიური სკოლის და ეს როგორც გინა ფილმებში რო გვინახავს, ხო, აღმოსავლური დიპლომატია როგორია, ხო? აი ამ ტრადიციის სრული დაცვით აღმოსავლურ სიბრძნეს ეფუძნებოდნენ. მოქმედებდა მოსყიდვით, მოქმედებდა ლაქარდიანი ენით, რახათ ლუხუმ ყველაფრით. შექმნა ქსელი უზარმაზარი რუსეთში. უზარმაზარი ქსელი ფაქტიურად აზერბაიჯანი პრეზიდენტის ადმინისტრაცია აკონტროლებდა მთელ ამ ქსელს. რო ვიცოდეთ, რო წარმოგვიდგინოთ, ეს არის კოლოსალური მოცულობა თანხების. და ამავე დროს ის რუსულ კულტურულ ანუ მილიონამდე რუსულენოვანი მოქალაქე ყავს აზერბაიჯანს, სკოლები რუსული და ასე შემდეგ და რუსულენოვანი სხვათა შორის ტელევიზიები, თეატრები და ასე შემდეგ. რაც ნუ ახლა ვთქვათ, იყო ფარი. და ამ რუსულ ასე ვთქვათ, თავმოყარეობას ამ დიდი ხალხის, იმპერიული ხალხთან ძალიან ელამუნებოდა სულს. ამასობაში ესე იგი ისარგებლა რა უკრაინა რუსეთის პრობლემებით და მოელაპარაკა კიდევაც და ესეც კარგად გაირკვევა სხვათა შორის გამოდის ხმები რასთან ჰქონდა საქმე აზერბაიჯანმა მოახერხა ის რაც მოახერხა და დაიბრუნა მაბატი მოელაპარაკა თქვენ იმას ამბობთ ომის დასაწყის დრო ჩავიდა და რა თქმა უნდა აბარა დაამყარა რა თქმა უნდა თურქეთთან თალკე ის ერდოგანი პუტინის ურთიერთობებიც კიდე ძალიან სერიოზულ განსჯას მოითხოვს ყველანაირად გამოიყენა ერდოგანმა პუტინის რუსეთი ასევე აზერბაიჯანმა და გააკეთეს და გადაწყვიტეს ეს ყარაბაღის საკითხი. გადაწყვიტეს ყარაბაღის საკითხი, ოღონდ აქ ერთი რაღაცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ პაშინიანის მოსვლისას უკვე, როცა პაშინიანი მოდიოდა, ეს საკითხი, ეს პროექტი უკვე განხორციელების ფაზაში შევიდა. და მათ ეს პროექტი განახორციელეს და ზანგეზურის კორიდორსაც აუცილებლად დაჭრიან. აუცილებლად. აი დღეს პაშინიანის განცხადება იყო, რომ ნანოფო მეო რომ უფრო ადრე არ ცანიო ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა. ხო, ხშირად ამბობდა, რომ ეს ჩვენი ტვირთია, ღუზა და გვაფერხებს ევროპისკენ, სვლისკენ და ასე შემდეგ. კი ბატონო, ახლა ეს იქნება ზანგეზურის კორიდორი. ახლა გასაგებია ხომ უკვე ამას რა მოყვება ამას მოყვება სომხეთიდან სომხეთის ოდეკაბედან გამოსვლა გიუმრის სამხედრო ბაზის ევაკუაცია იქიდან ანუ მე ვიძახი რა არის პროექტი ეს პროექტი დავში ერთი მხარის პოზიცია რა არის ახლა მეორე მხარეც ხომ ბუნებრივია მილეს აღრჭიალებს ირანის პოზიცია აქ და რუსეთის რას იზამენ? ზუსტად. ახლა რა სიტუაცია საუბარია განზრახვაზე განათავსონ აზერბაიჯანში ბაზა თურქულ პაკისტანური. ახლა ეს რა თუნდა ახლა დაუშვათ ალიევს თურქულ პაკისტანური ბაზა. გასაგებია რომ მას ესმის რომ ხმელეთზე ძალები სრულად შეუსაბამოა ახლა სად რუსეთის და ირანის დაუშვათ სამხედრო შესაძლებლობები თუ აქამდე მივიდა და სად დაუშვათ აზერბაიჯანის ხომ თუ საქმეზე მიდგა
იმ პირობებშიც, როცა დაუშვათ ჩინეთი არ თუ ისე კეთილგანწყობილად უყურებს იმას, რაც ხდება, ხომ, როგორც ირანის დაშლის ცდილობებს და დანგრევის, ისე დაუშვათ ნატოს შემოსვლას სამხრეთ კავკასიაში, ხო? რომ არაფერი თქვა, ენერგეტიკულად ძლიერ არის დამოკიდებული ირანზე. რა თქმა უნდა, არა მარტო ენერგეტიკულად არის, არამედ მთელი მისი ლოჯისტიკა მომავალი საკვანძო პუნქტი სწორედ ირანია. ეს უნდა გავითვალისწინოთ. გამავალი. დიდი თურანი ამ შემთხვევაში თავის ასე ვთქვათ, სანუკვარ მიზნად ისახავს სწორედ იმ მთლიან აი წარმოვიდგინოთ ევრაზიის იმ საკვანძო საქარავნო გზები რო წარმოვიდგინოთ ეს უზარმაზარი სივრცეები იმის კონტროლს. და ასეთ შემთხვევაში ბენეფიციარი ხდება თურქეთი, ბრიტანეთი, ან დაუშვათ შემთხვევაში ვინ გახდება იქ ალფა კიდე ცალკე საკითხია, მაგრამ ანუ ამ შემთხვევაში აი ეს ამოცანა ნათლად გამოისახა და ეს ებჯინება მთლიანად აი ეს პროექტის განხორციელება მიდის პირდაპირ ესე ერთის მხრივ ეს ხდება ესე ცეცხლოვანი რკალია რუსეთისთვის, ირანისთვის, მეორეს მხრივ ებჯინება ჩინეთს და ფაქტიურად მთლიანად ცვლის კონფიგურაციას. ახლა ამის უკან იმალება კიდე და როგორ გამოიყენებენ სხვადასხვა ესე ვთქვათ ძალები, ეს კიდე ცალკე საკითხია. აი ეს სიტუაცია და ამ სიტუაციაში საქართველოს საკითხი ძალიან საინტერესო. სანამ საქართველოზე გადავალ და ბუნებრივია რეზუმე საქართველოს უნდა თქვა გამომდინარე კიდევ ჩვენ ინტერესს ზუსტად საქართველოს მე მაინტერესებს ერთი რამ. რაც არ უნდა პაშინიანი იყოს დასავლეთის მოდესო ჩასმული კადრი. სომხეთში ხო საღიაზრონება მეტნაკლებად არის საზოგადოებაში, როცა ალიევს არაერთხელ მამალად განცხადებული, რომ დღევანდელ სომხეთს იგი მიიჩნევს როგორც დასავლეთ აზერბაიჯანს. ნუ თუ ართულია სომხეთში ყოველ შემთხვევაში ის ოპოზიციური ნაწილი, რომ აი ეს ინტეგრაცია აზერბაიჯანულ თურქულ სამყაროში, მოდი ესე ვთქვათ, დიდი თურანის ნაწილად, რომ სომხეთს შეიძლება უბრალოდ ყოფნა არ ყოფნის საკითხი დადგეს, უბრალოდ შთანთქა. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიებით საზოგადოების მართვის სპეციფიკა. განსაკუთრებით იმას მერე რაც სოციალური ქსელი შემოვიდა, სოციალური ქსელებით აი პატარა ხალხების მართვის ტექნოლოგიები ათვისებული იქნა, ასე ვთქვათ. ნუ ძალიან გაიოლდა მანიპულაციები. აი საღიაზრით საერთოდ თითქმის ვეღარ დომინირებს. აი Cambridge Analytica-ს სკანდალი გახსოვთ ალბათ, ხო? არა. ხო. ანუ Cambridge Analytica ახლა ეს გზელი სალაპარაკო შემდეგისთვის მოვინვა. კი ბატონო, ჩვენ თემები არ დაილევა ისეთ ფაზაში შევდივართ, რომ იმიტომ რომ გავალ სხვა მიმართულებით, იმიტომ მარტული მატერია. აი მაგაზე მე პრევა მაქვს. ესე იგი, ფაქტიურად ხდება, ну, როგორ თქვა ახლა, სრულიად წარმოუდგენელი მანიპულაციური მექანიზმების ჩართვა და ადამიანები შეიძლება ისეთი ნარატივები ჩაუნერგო, რომელიც აბსოლუტურად სუიციდალურია, აბსურდულია, ალოგიკურია, მაგრამ ამის მიუხედავად საკავი ანკორინგის მეშვეობით, ანუ ამ უზირების ტექნოლოგიით ადამიანებს უნერგავენ, ესე იგი, ხალატის აი ესეთ ემოციურ ხუძებს უნერგავენ და შეიძლება ამოქმედო აი ესე იგი თავისი ინტერესების საწინააღმდეგოდ. იმიტომ რომ ემოციურად ისე არის განწყობილი, ანუ უქმნი ცრუ ორიენტირებს რა. ადამიანი ზოგადად გიპნოტაბელური არსება და მით უმეტეს როცა განუწყვეტლივ მიეწოდება მას დიდი რაოდენობით ინფორმაცია და გამეორებადობა ხშირი გიპნოტაბელურობას მატულობს და მე ამ ადამიანებს ხოთაშორის ერთიანდებიან დიდ მასებად. აი მაგალითს გეტყვით ახლა იგივე დაუშვათ საქართველოს შემთხვევაში. ახლა სრულიად ბოდვითი იდეებით ხალხი ახმოიდები უწოდნენ მათ, ახმები შეუქმნეს და ნუ წინაღამ ქვეყანა თავზე დაგვანგრიეს მოგვიწოდებდნენ რა, ესე იგი რუსეთის წინააღმდეგ გალაშქრებისკენ.
თუმცა ახლაც მაგალითად ძალიან ბევრია ესეთი ადამიანი, ვინც ამბობს, რომ ეს რომ არ გავაკეთეთ ჩვენ ქართველებმა, ესე იგი ძალიან დავაშავეთ და ვიღაცას უღალატეთ. აი ვიღაცას უღალატეთ. აი ეს საკუთრებით ძალიან ცუდად იყენებენ ამ ესეთი ორ თემას და აფხაზეთის მე შეწავედი და უცებ ვიტყვი უბრალოდ რა კონტექსტში თქვენთან ასაუბრალში რომ აი უკრაინასთან ვდებენ თითქოს მორალურ ვალდებულებას და რაღაც ღალატის ტოლფას, იმიტომ რომ 91 წელს იხსენებენ რომ ჩვენ როგორ დაგვეხმარენ, გადაგვაჩინენ და რაღაცა და ჩვენ თითქოს ზურგი ვაქცია და არა და ესე არ იყო. მე ხა ისტორიულ მიმოხილვაში არ შევა. საერთოდ არ იყო და ზუსტად ის ნიშანია რომ მაგალითად პაშინიანმა ესე იგი იმდენიც კი გაბედა რომ სომხური ეკლესია დაადანაშაულა იმაში რომ რუსეთის მიერ არის ესე თქვათ ვერბოლკა როგორ არის ქართულად გადაბირებული და ამის საწინააღმდეგოდ გამოიყვანა თავის მომხრეები და ეხლა ხედავთ რაც ხდება. ჩვენ არ ვერევით მათ რელიგიურ და სახელმწიფოს დამოკიდებულებაში, მაგრამ თვითონ ფორმა იმისა, რომ სომხეთში ეროვნულმა ქრისტიანულმა იდეამაც კი ვერ გაიმარჯვა, აი ამ გლობალური პოლიტიკის მიმართ, ეს ჩემთვის მართლა გასაკვირი იყო და ისე გავიზარდე ხა ჩვენ პლუს მინუს 1 ასაკის ხალხი ვარ და მე მახსოვს რომ სომხები გამოვირჩეოდნენ გამჭრიახობით და ყოველთვის რაღაცა ზედმეტად რაციონალურად და ესე მიიჩნეოდა რომ ძალიან ჭკვიანი ხალხია და სათავისოდ აკეთებენ ყველაფერს რაც ბუნებრივია მისახელმებელი იყო მათთვის, მაგრამ აი ეხლა რაც ხდება ჩემთვისაც კი წარმოუდგენლად რთულია, მაგრამ ნუ ხდება ის რაც ხდება ალბათ დადგა ჟამი ალბათ და აი ეს არის ტექნოლოგიები რაც ვთქვი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ზომბირების ტექნოლოგიებია პირდაპირ დახატული. ჩვენი მაგალითი ყველაზე ნათელია ახლა ამ შემთხვევაში ჩვენ რაც დავინახეთ ხომ ახლა ეს ტექნოლოგიები მარტო უბინძურესია ახლაც დეგრადაციის, გახსნის, ესე გაუნათლებლობის აქსიოლოგიური შკალის, ანუ ღირებულებითი შკალის და მატრიცის ცვლილება. ადამიანის გაპირუტყვების ესე იგი ტექნოლოგიაა რა. ღირებულებით ნაკლში როცა უკვე ახდენ ალბათ ცვლილებას, მერე უკვე ადვილია ეგ მანიპულაცია. ეგ არის, აბა ღირებულებით ნაკლში ახლა რეალურად რო შევხედოთ რა ტექნოლოგია გამოიყენეს მაგალითად რომ ღირებულ მატრიცის შესაცვლელად ყველაზე უფრო მარგინალი ადამიანები, ну თავისი უწესობით ცნობილი ადამიანები, უწესობით ამყიდველობით, ყალატით, არაკაცობით, რაღაც ყველაფერი ის რაც დაუშვათ საქართველოში ის იყო სამარცხვინო იყო. ასეთი ხალხი გახადეს სამაგალითო. და მიწეს თანამდებობები, მიწეს ფული და საქმეს და დიდებაში ამყოფებენ. შექმნეს სრულ წერლობა, სრულ მხატვრობა, სრულ ჟურნალისტიკა ზოგადად სრულ კერპები არა პოლიტიკოსების განათლების სისტემა კლიანად ესე იგი საერთოდ ესე იგი დაამბვანეს არ ვიცი რა დაამბვანეს და ასე 30 წელიწადში ერი რომელიც იყო ალბათ თვალსაჩინო თავისი განათლებით ღირსებით და ყველა სხვა დადებითი თვისებით ახლა იქ სალკე საკითხეს საბჭოთა კავშირის მინისტერიო მაგია თქვა საკ ვიღაცამ მე ხო რა თქმა უნდა შუაშია მივიღეთ აბსოლუტურად მე უბრალოდ აი საქართველოს მდგომარეობა რო განვიხილოთ აი ამ კონტექსტში რომ ესე ვთქვათ ფინიშისკენ რო წავიდეთ მე უბრალოდ თვლი რომ ჩვენ პირად საუბარშიც კი ვახსენე რომ მართლა უფლისნებაზე ვართ მინდობილი იმიტომ რომ აი იმ პრესისა და წნეხის მერე თვითონ 17 მაისის ფენომენი ამაზე მე ვიდეო პოსტიც კიდავდე ჩემს გვერდზე ჩემს Facebook გვერდზე და YouTube-ზე 17 მაისი ისეთი ფენომენი იყო რომ ფაქტობრივად მე ვთვლი რომ აი გადაწყდა ჩვენს ასიკეთოთ ვითარება იმიტომ და ამ ყველაფერში ის მარწმუნებს რაც სომხეთში ხდება ახლა იმიტომ რომ მსგავსი რამ იქ მაშველი რგოლი ესე იგი ზემოდან მათ სამწუხაროდ არ წამოსულა და ჩვენ გადავრჩით იმედი მაქვს რომ გადავრჩით
ფაქტიურად ეხლა ვიღაცა იტყვის აი რა არის ოჯახის სიწმინდე რა. ხო, ეს არის უბრალოდ სიმბოლური აქტი, რომლიცაც ქართველი ერის უმრავლესობა ადასტურებს, რომ რჩება იმ მატრიცის ერთგული, იმ ღირებულებების ერთგული, რომლითაც ის არსებობდა, რომ მისთვის გმირი რა არის, წმინდანი რა არის იდეალური ქართველი სიტყვაზე, ასე შემდეგ და ამგვარები, ხო? რისკენ უნდა მიისწრაფოდეს, ქალი როგორი უნდა იყოს, კაცი როგორი უნდა იყოს და ასე შემდეგ და ამგვარები, ხო? აი, მისთვის რომ ეს ღირებულებები არის დღემდე ასეთი. და არა ისეთი, როგორცაც დაუშვათ მოგვიწოდებენ. ხო და გეუბნებიან, ამას თუ არ გააკეთებთ მაგალითად, ხო? მაშინ თქვენ არ იქნებით საქმე. ხო. რომ დაუშვათ ცუდია მონობა ვიღაცის, რაც არ უნდა მდიდარი და როგორც არ უნდა ის იყოს. თითქოს ელემენტარულია, მაგრამ ხალხს რო ამის ახსნა და განმარტება ჭირდება, აი ეს მაყვიროს, მაგრამ ეთყობა ესეც 21 საუკუნის ის არის ფენომენია რა, აი ამ ცივილიზაციური ცვლილებებისა და გლობალიზმის, მე ესე ვიტყოდი, იმიტომ რომ თანამედროვე სამყაროში ისეთი სივრცეები შევიდნენ ერთმანეთში, რომელიც მე მაგალითად წარმოუდგენლად მეგონა ხა, რაც ევროპაში ხდება, განსაკუთრებით დიდ ბრიტანეთში. ბატონსო, საქართველოს მდგომარეობა როგორი უნდა იყოს? როგორ ფიქრობთ? ანუ სხვა არის რა მოგველის, იმიტომ რომ პროგნოზების გაკეთება, როგორც ამბობენ, არამადლიერი საქმეა, მაგრამ აი ჩვენი მდგომარეობა ამჟამინდელი და დაუშვათ რა უნდა გაკეთდეს? პირველ რიგში მე მაგალითად მიმაჩნია, რომ პირველ რიგში უნდა გაკეთდეს ის, რომ ჩვენ შევძროთ, შევინარჩუნოთ სტაბილურობა ჩვენ შიგნით. ეს არის ზეამოცანები. ვთქვათ, რატომ? ერთის მხრივ ეს არის საგარეო ფაქტორები, რომლის მიმართაც ჩვენ მოწყვლადიო საქართველოს როგორი ქვეყანაა ახლა. ამ სამხრეთ კავკასიამ შეიძინა რაღაც კოლოსალური გეოპოლიტიკური მნიშვნელობა. ხომ, ამას ყველა ამბობს უკვე, ყველა სადაც არ უნდა გადართო და გადმორთო, ესე ყველა ამას სამხრეთ კავკასიაზე საუბრობს და სამხრეთ კავკასიის ცენტრალური სახელმწიფო და მისი გასასვლელი შავ ზღვაზე არის საქართველო. და არა მარტო შავ ზღვაზე გასასვლელია, ის ესაზღვრება ჩრდილო კავკასიას და ასე შემდეგ. ის არის აი ერთგვარი ვინტილივით არის ესე ვთქვათ. ერთგვარი ესე ბოთლის იმას გავს. ელი. ხო და შესაბამისად ეხლა საქართველოზე არის ძალიან ბევრი ქვეყნის ვთქვათ ინტერესი. მოგჯენილი და თბილისი დიდი ხანია გადაქცეულია სხვადასხვა ქვეყნების დაზვერვების, ესე ვთქვათ, დაუბრკოლებელი ურთიერთშეხვედრების, ურთიერთთვალთვალის და ასე შემდეგ, ესე ჩვენი ეროვნული შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს ესე იგი. როგორც სადაზვერო სამყაროში იტყვიან, ველი გახდა უკვე სამუშაო. ველი, კი ბატონო, ასეა ნამდვილად. ხო და შესაბამისად ახლა ამავე დროს ისიც უნდა ვთქვათ, რომ ძალიან დიდია არა მარტო ეს სადაზვერო პროპაგანდის, არამედ აგენტურული შეღწევის ხარისხი. სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში, ხო, და არა მარტო სახელმწიფო უწყებებში, სამინისტროებში და ასე შემდეგ და ამგვარად. ამიტომ ახლა ჩვენი ამოცანა რაღაცნაირად უნდა დავიკავოთ ეს დესტრუქცია. რაღაც სასწაულებრივად უნდა მოახერხოთ ის, რომ დაუშვათ არ მიუშვათ საძოვარზე სახელმწიფო აპარატი იმგვარად, რომ მან გადაჭამოს, ესე ვთქვათ, ამ სტაბილურობის და მშვიდობის ლოზუნგით, ესე იგი, ამეტანი გასუქება მოინდომოს. რაც ასევე საფრთხეა, იმიტომ რომ შიდა მიზეზები უფრო საშიშია, ვიდრე გარე ხშირად. ხომ ადამიანები ძირითადად ახლა ჩვენ რითი ვიღუპებით? ძირითადად ჩვენი ორგანიზმში მიმდინარე პროცესები. აცილებით მეტი, ვიდრე დაუშვათ გარე და თვით იქნება ეს დანით თუ დაუშვათ სხვა მე რო ფოკუსი მივცე ამ კითხვას, იმიტომ რომ ვიცი, იმდენად ზოგადი კითხვა იყო, რომ ამას საათები ჭირდება, მაგრამ აი ესე რო ვთქვათ, მაშინ უფრო დავაკონკრეტო. ერთი რომ საზოგადოების ერთსრულოვნება, ალბათ
და სახელმწიფოსთან უნისონში ყოფნა მართებულ გადაწყვეტილებების დროს. ეხლა მე ვერ განმარტავ ამჟამინდელი ხელისუფლება მით უმეტეს დიდი ხანია მაგა ყოფილა და ანუ მორალური ტვირთიც მაქვს რომ ზედმეტი არ თქვა იმაზე რაც ჩემი თვალით არ მინახავს მაგრამ ერთი რომ ერის კონსოლიდაცია და სახელმწიფოს მიერ სწორად გადადგმული ნაბიჯები აი ამ ორი გარემოების თანხვედრა მოგცემს ჩვენს უცოტა მოკლე პერსპექტივაში გადარჩენის შანსს არის ასე ეთანხმებით ან ერთი ნიუანსია აქ ახლა კი მე ვილაპარაკე ნარატივების ომზე და ისიც უნდა ვთქვათ რომ ძალიან ესე ცრუ ორიენტირები აქვს ხალხს და არარეალისტური მოლოდინები და რაღაც მაქსიმალიზმი ჩანერგილი და გონია რომ დაუშვათ რაღაცას ხელისუფლებას ერთს რო შეძლოს მეორე უკეთესი მოვა და მით უმეტეს იმ პირობებში როდესაც არავითარი ხელისუფლების ტრანზიქციის რეალური თანამძღვრები პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში არ არსებობს ანუ ესეთი ასე ვთქვათ, ცვლა ხელისუფლების ყოველთვის დაკავშირებული რევოლუციურ პროცესებთან, რევოლუციური პროცესები კიდე დეზინტეგრაციასთან და რღვევასთან. ამიტომ ახლა ეს დემოკრატიული, ვითომ დემოკრატიული პროპაგანდით და პროდასავლური რაღაც სიგიჟეების, არარსებული სიგიჟეების თავში ჩანერგვა ხალხისათვის და ეს ძალიან უცნაურად დაემყნა, ასე ვთქვათ, სოციალური სამართლიანობის იდეას. Agreuri capitalismi და სოციალური სამართლიანობის იდეა დაპლიუსა აი ამ საოცარ გეოპოლიტიკურ მოცემულობასთან. აი ეს იწვევს ძალიან საშიშ ნაზავს, რომელიც არის ფეთქებად საშიში. ამიტომ აქ საჭიროა მუშაობა, როცა კითხვაზე ვსვამს, ძალიან სერიოზული მუშაობა საჭირო იმისთვის, რომ გარკვეული ეს ველი მენტალური გასუფთავდეს დესტრუქციისგან, რა, იმიტომ რომ აქტიურად ჩვენ აი როგორ იმაში ვართ პარადიგმაში ვართ რომ ადამიანები გამოდიოდნენ და ამბობდნენ არა რუსულ კანონს და როცა ეკითხებოდნენ დაუშვათ რა რუსულ რას ხედავ ამაში რუსულს არ შევდივარ განხილვას აი ეს არის ანდა დაუშვათ ძირს ცეცხლი ოლიგარქიას გაყალბდა იძახიან ხო კი ბატონო ვისასარგებლოდ გაყალბდა არა მე ნაცი არა ვარ ხო აბა ნაცი თუ არა ვისასარგებლოდ გაყალბდა რომელიც ხო ვინ გაიმარჯვა ხო არა აი ეს მოდი ასე ვთქვათ გაუთვითნობიერებელი დესტრუქციისკენ გრევის ჟინი რომელიც კარგად არის გამოყენებული და წახალისებული ხო და პლუს ომისკენ მისწრაფება ხო აბსოლუტურად სრულად წარმოუდგენელი სიგიჟის შემცველი ეს უნდა დაიძლიოს მენტალური მუშაობის შედეგად და ჩამოყალიბდეს ადეკვატური პოლიტიკური სისტემა. არა ეს იმიტაციური დემოკრატიული სისტემა, რომელიც უბრალოდ მართვის სქემა არის. და მეტი არაფერი, იმიტომ რომ საქართველოში 250 პარტიაა რეგისტრირებული. ესე იგი, 3 მილიონი ქვეყანაში. სადაც ამორჩეველთა რიცხვი რამდენია, ზუსტად ვერ გეტყვით. ამორჩეველთა რიცხვიც კიდე ეს მითოლოგია კიდე ძალზე იმიტომ ამბობ რთულია ხა იმ მაგაზე საუბარი. ეგ არის, ძალიან მარტივი და საანგარიშებელია. აი ძალიან მარტივი და საანგარიშებელია, ელემენტარულია ყველაფერი. ეგ და უბრალოდ მე მიკვის, მე საერთოდ მოუწოდებდი ხელისუფლებას. ძალიან ესე იგი კრიტიკულად და ძალიან მკაცრად რომ საზმაო რომელიც ჩვენ ვაფინანსებთ კეთილი ენება და ხალხისთვის ეჩვენებინა ყოველდღიურად როგორ მიმდინარეობს არჩევნები. რომ საქმე არ ქონდა მითებთან, ლეგენდებთან, ახმებთან და ამის შემდეგაც ამ აკაცუკების გამოვარდნებთან. რომ ესე იგი ეს ყოფილიყო ასახული, რომ აი ახმა არ შეექმნათ, იმიტომ რომ ახმი შექმნილია ლაპარაკი, აქ ფაქტებს, პოსტფაქტების ეპოქაში ვიმყოფებით ჩვენ. პოსტსიმართლის ეპოქაში ვიმყოფებით. ახმას ქმნიან და რაც თავარი აგერ აი მაგალითად იგივე გვარამია პირდაპირ გამოდიოდა რა ფაქტებს რა მნიშვნელობა აქვს მე ახმებს შევქმნა თავარი ახმები კი მასოს ეს კიდევაც ახმები ემიგრაციაში ყველა უბანზე გვარამიამ გაიმარჯვა იმდენად მოხიბლ ამერიკაში ეს პიროვნული ლიდერი იყო კი არა მარტო ამერიკაში ხო და ახლა ჩვენ აქედან გამომდინარე უნდა
ითვალისწინებდეთ და ხვდებოდეთ იმ სიღრმეს, ესე ვთქვათ, პრობლემების, რომელსაც ჩვენიერი წააწყდა. ბატონოს არ შემილია რომ არ გავიხსენო მისი ფრთიანი ფრაზა go ჟენია. კი. არა მარტო წარმოიდგინე და აი ამას ხალხი უყურებდა მაგაც და აქაც და არც ეს არ გაჩენია კრიტიკული კითხვა. ნუ რას გულისხმობდა ეს ყველაფერი. ამაშია საქმე, ანუ ეს რას ნიშნავს? კრიტიკული აზროვნების უნარი დააქვეითა ამ სოციალურ ქსელებით და სხვა საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულმა მაზონბირებელმა პროპაგანდამ. და ამის შედეგად მივიღეთ ეს ადამიანები, რომლებიც ახლა საქართველოს ხელმძღვანელად წარმოიდგენენ გვარამიას. დავით აღმაშენებლად მიაჩნიათ მიხეილ სააკაშვილი იმის მიუხედავად, რაებიც მაგან აკეთა. უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე. ესე იგი, გარბენა კაცობრიობის ისტორიაში ასეთი სწრაფი გარბენა, როგორც მან განახორციელა გორში, სადაც ბუფეტში მიატოვა კუშნერი და ესე იგი გარბოდა გაურკვეველი მიმართულებით, ოღონდ ას გაურბოდა ვერავინ ვერ გაიგო. ხო? ახლა ღია ეთერში ხარები მოაწყოთ. ჩვენ რომ მაგაში ბრალი არ დაგდო რომ ვიგონებთ უამრავი ვიდეო მასალა კუშნერის და მისი თვითონ კაცი იძახდა უკრაინელი ვარო. ეს ქართველები ვინ არიან? საერთოდ მე რო ჩავედი კერკები და ულვაშები დადიოდნენ, საერთოდ ქართული სახელმწიფო მე შევქმენიო. წარმოგიდგენიათ ესეთი რაღაც, ახლა საქართველო არის, ესე იგი, დედამიწაზე არსებული ცოცხალი სახელმწიფოებიდან ერთ-ერთი უძველესი, ითით ვამაყობთ. და ეს გამოდის და მე შევქმენიო და ამას კიდე ყავს მომხრეები. წარმოიდგინეთ, თქვენ თან გამოდიან ესენი პატრიოტიზმის ლოზუნგებით. რაღაც უცნაურად მიეწება ეს პატრიოტიზმი, აი რაღაც ისეთ რაღაცებს, რომელიც სულად წარმოუდგენელი. ვინც ჩემთვის ყოველთვის საპატრიოტიზმულო იყო. ხშირ შემთხვევაში ამ ბოლო 5 წელიწადში ისეთი ტრანსფორმაცია განიცადა რიგმოპოლიტიკურმა ფიგურამ, რომ მართლა გამიკვირდა, უბრალოდ ეხლა არ ჩამოვთვლი, მაგის დრო მე ბევრი ვიდეოები რო ჩაიწერება, იმიტომ რომ სასაუბრო იმდენი დაგროვდა, რაც ამერიკაში ხდება, რაც აგველის ეხლა ჩვენ. აი ეს მამდანის მოსვლით არჩევნებში ეს საერთოდ მოვლენაა და მაგ კიდე ადგილობრივი არჩევნებია და არანაკლებ გადამწყვეტი არჩევნებია ვიდრე საპარლამენტო და მაგაზეც სურს საუბარი თუ რა ფრონტით გადის ტრადიციონალური ეროვნული თუნდაც კონსერვატიული ძალები როგორი გადაჯგუფება მოხდება რაღაც ბუნებრივია ყველაფერს ამ საჭიროებო თემას ჩვენ აი ამ ქრონომეტრაში ვერ ჩავეტევით მაგრამ თუ თქვენი ნება იქნება და სული და დრო და საშუალება რაღაცა ინტენსივობით რომ შევხვდეთ რომ აი ეს ყველა თემა რაც გროვდება და რაც დაგვეწევა დარწმუნებული ვარ ახლო აღმოსავლეთი კავკასია და პლუს კიდე შემდგომი არჩევნები რომ ესე გავიაროთ თუ თქვენ გექნებათ დრო და რამდენად შევათა შევეცდები გამონახო დრო თუ არ მექნება გეტყვით მე როცა მექნება მაშინ გავაგეთ და ეს პრობლემა ბატონსო უპირა ესე იგი პირველი ჯერისთვის ძალიან დიდი მადლობა საკმაოდ კარგი და ნუ ქრონომეტრაჟიდან გამომდინარე წევადი გამოვიდა თქვენი ანალიზი ყოველთვის მნიშვნელოვანია ჩემთვის და ჩემი გარემოსთვის და არა მარტო ამერიკას ეხება ეს თო საქართველოს და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა რომ დრო გამონახეთ და ჩამერთვით და თქვენ წარმატებებს გისურვებთ როგორც პირად ცხოვრებაში ასევე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სივრცეში და ჩვენ მაყურებელს და ზოგადად ქართველობას კიდე ჯანმრთელობას და გამძლეობას. აბა ნახვამდის და კიდევ ერთხელ დიდი მოკითხვა ამერიკაში მცხოვრებ აუცილებლად გადავცემ ხა ჩემ ჩატში ვინც ვართ ახლა ყველანი ყველას გაუზიარებ და მე რო ნახავენ ამ ვიდეოს 1-2 სასიხარულო იქნება. დიდი მადლობა. კარგად.